მოდით ახლა ცოტა მსჯელობა. ცოტა ვიმსჯელოთ. მე ადრე ვკითხე გიგის თევზაძეს, რომელიც არის ახალი კონსტიტუციის ავტორი, მთავარი ავტორი. კონსტიტუცია ჯგუფური იყო, მაგრამ ჯგუფი მცირე იყო და უმეტესი შრომა ჯგუფის ხელმძღვანელის იყო, ამიტომ გიგი მეჩხუბება ხოლმე გიგის კონსტიტუციას ნოეძახიო, იმიტომ რომ ერთობლივი იყო, მაგრამ მე მაინც გიგის კონსტიტუციას ვეძახი. ხო და გიგი როგორც ამ ყველაზე მემარჯვენეული და სუპერ სასწაული და კარგი და იდეალური კონსტიტუციის ავტორს გიგის როცა ვკითხე, კონსტიტუცია გასაგებია, მივიღეთ ძალიან მემარჯვენე, ძალიან სუპერ და მერე სხვადასხვა კანონებიც ხო არსებობს და როგორ უნდა ვქნათ და რა უნდა ვქნათ ისეთი, რომ არ შემოგვეპაროს მემარცხენეული კანონები და რაღაც მომენტში ისევ არ მოხდეს მემარცხენეობის აღზევება. ესო ძალიან რთულიაო, თითქმის წარმოუდგენელიაო და მაშინო გამოგვივაო დიქტატურაო. ხო და მე ეს მითხრა დაახლოებით 1 თვენახევრის წინ, შეიძლება 2 თვის, შეიძლება 3 თვის. მე იმის მერე ვფიქრობ, მართლა დიქტატურაა თუ არა ასეთი მდგომარეობა და რაღაცები მოვიფიქრე და ახლა დავსვამ კითხვებს და თქვენც მიპასუხეთ ან თქვენც დასვით კითხვები და მე კიდე დამწერეთ ამ ვიდეოს ქვეშ. გვინდა თუ არა ამ თემაზე პირდაპირ ეთერი, რომ რაღაცა ბევრი კითხვა დაისვას, ან ბევრმა თავისი აზრიც გამოხატოს. 1-10 კაცი მაინც თუ დაწერთ, რომ გვინდა ამ თემაზე ეთერიო, მოდით გავაკეთოთ ეთერი. ან თუ მე თვითონ კიდე ახალი რამე მომაფიქრდება გარდა იმისა, რასაც ახლა ვიტყვი, მე თვითონაც დავგეგმავ იმ ეთერს. ესე იგი, რა არის მემარცხენეობა და როგორია მემარცხენეული კანონები? ანუ რა არის მემარცხენეობა ვიცით? ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მემარცხენეობა ბოროტებაა, ბევრს ვლაპარაკობთ იმით, რომ ყველანაირი მემარცხენეობა საბოლოოდ ტირანიით და დიქტატურით აი მემარცხენეობა ნამდვილად დიქტატურით მთავრდება და მემარცხენეობასთან ბრძოლა მან თავდება თუ არა დიქტატურით, ეს ახლა გასარკვევია და ახლა გავარკვევთ. ხო და აი მემარცხენეობა, როდესაც ადამიანს, რომელსაც აქვს ზუსტად ისეთივე პირობები, ყველაფერი აკეთოს, რასაც სხვები აკეთებენ, ამ პირობებში მაინც არ გამოსდის არანაირი წარმატება და მერე უნდა რომ სახელმწიფომ შექმნას მისთვის სპეციალური კანონები, რომ მერე იმ სპეციალური კანონებით იქნებდა ვინ რამენაირად რამეს მიაღწიოს, ან იქნებდა იმ სპეციალური კანონებით, ვინც უკვე მიაღწია ბევრს და კარგს, იმან ის იძულებული გახდეს, რომ ამ არამიღწეულს რაღაცა თავისი გადაუნაწილოს და თავისი ნაშრომი მისცეს. აი ასეთი კანონებია მემარცხენეული კანონები. მაგალითად, კიდე კი არა, ეგრეთ წოდებულ ეროვნულ უმცირესობებზე და გავაკეთოთ პირველი მაგალითი. საერთოდ ეროვნული უმცირესობები ნაცმინშინსტვა, ეს საბჭოური ტერმინია, რომელიც მეზიზღება ძალიან, როგორც ნებისმიერი საბჭოური ტერმინი. და საერთოდ არ უნდა არსებობდეს არანაირი ეროვნული უმცირესობები, როგორც ასეთი და სპეციალური კანონები ამ ეროვნული უმცირესობებისთვის. მაგალითად, ეროვნული უმცირესობა აზერბაიჯანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, დიდი ხანია ცხოვრობს, საუკუნეებია ცხოვრობს, თუ კიდე არ იყოს საუკუნეებია და 10 წელია ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეა უკვე და უცებ ჩვენ რატომღაც უნდა მივიღოთ კაი, აზერბაიჯანი არა, იგივე მაგალითად სომეხი. ან მაგალითად ვიღაცა სხვა ეროვნების კიდე რაღაცა უმცირესობა, აი არ გვყავს ახლა სპეციალური ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უცებ რუსეთი ჩამოყალიბდეს და რუსულენოვანი ხალხი ჩამოყალიბდნენ რაღაცა ეროვნულ უმცირესობად საქართველოში.
რატომ თუ შენ ბევრი ხანია აქ ცხოვრობ, აქაური მოქალაქე ხარ, რატომ უნდა მიიღოს სახელმწიფომ კანონი ახლა ხანს რომ მიიღეს კოცებმა სპეციალურად შენთვის რომ შენ გქონდეს უფლება არ იცოდე ქართული და ამ ქართულის არცოდნის მიუხედავად მაინც ვიღაცაები გიღებდნენ სამსახურში კერძო სამსახურს კიდე არ აუშავს შეიძლება აზერბაიჯანელმა გახსნა და მარტო აზერბაიჯანელებს იღებს და იქ მარტო აზერბაიჯანელები მუშაობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და მარტო თავის ენაზე ლაპარაკობენ არც მომხმარებელი არ ყავთ ვისაც ქართულად უნდა ელაპარაკოს რაღაცა თუ ჩაკეტილი სივრცეა ოკეი მაგრამ სახელმწიფო სამსახურში მისაღებად იმ ადამიანებისთვის ვისაც არ უსწავლია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიბადა, გაიზარდა, პასპორტი მიიღო ქართული, ამისთვის მიიღეს კანონი, რომ რეალურად საერთოდ რუსებისთვის მიიღეს, რომ რუსები აიყვანონ მერე სამსახურში, მაგრამ ხო ამით ამართლებენ, რომ აი არიან აზერბაიჯანელები, არიან სომხები, არიან კიდე ვიღაცაები, შეიძლება ქურთები, კიდე რა ერების წარმომადგენლები არიან ჩვენთან ასე კომპაქტურად დასახლებულები. რა ვიცი მე კიდე ვინ შეიძლება იყოს. რეალურად რუსებისთვის მიიღეს ეს კანონი, მაგრამ ამართლებენ ამით. და აი ამ ხალხმაო რა ქნას, როცა ქართული არ იციანო. რა უნდა ქნას და უნდა ისწავლოს. მით უმეტეს თუ სახელმწიფო სამსახური უნდა. საერთოდ უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა. ამ ქვეყანას თავისი ენა აქვს და მით უმეტეს სახელმწიფო სტრუქტურებში თუ გინდა მუშაობა, მაშინ აუცილებლად ქვეყნის ენა უნდა იცოდე. მაგრამ რომც არ იყოს სახელმწიფო და ისედაც არსებობს საზოგადოება, რომელსაც აქვს თავისი რაღაცა. შენ იმ საზოგადოებაში შედიხარ და ამ საზოგადოების ნაწილი რო ხდები, შენი ყველანაირი ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს, შენი ყოფა, შენი სოციალური სივრცე, სოციალური ცხოვრება, ეკონომიკური შენი თავისუფლებები, მოვალეობები უნდა რეგულირდებოდეს იმ საფუძვლით და იმ კანონებით, რაც ეხება ყველას. არ უნდა არსებობდეს შენთვის განსაკუთრებულად მოფიქრებული კანონი. ასევე არ უნდა არსებობდეს შენთვის განსაკუთრებულად შენზე მორგებული კვოტები. კვოტებს რაც ეხება. არ უნდა არსებობდეს გადავიდეთ ახლა ქალის სქესზე, რომ არსებობს სპეციალურად ქალებისთვის. და იმაზე სპეკულირება, რომ ქალები დაჩაგრულები არიან პატრიარქატში, ამიტომ ქალებისთვის სპეციალური კანონები არ უნდა არსებობდეს ქალებისთვის სპეციალური კანონები. არ უნდა არსებობდეს ქალებისთვის კვოტები. ორი ერთნაირი არსება, ქალი და კაცი იმყოფებიან ერთნაირ სივრცეში, აქვთ ერთნაირი პირობები, ხარ ვიდაოთ იმაზე, რომ პირობები ერთნაირი არის თუ არა, ჩემი აზრით არის და მე მთელი ცხოვრება ისევ ცხოვრობ, რომ არ მგონია, რომ რომელიმე კაცს ჩემზე მეტი პრივილეგია აქვს და არ მგონია, რომ მე იმისთვის, რომ რაღაც ამ კაცს დავეწიო და მისნაირად რაღაცის მივაღწიო რაღაცა წარმატება, სპეციალური კანონი ჭირდება ამას. კანონი კანონი კი არა, უფრო წესი. წესი უნდა საზღვრავდეს თუ ამ და იმ წარმატებას ადამიანი როგორ აღწევს თავისი კვალიფიკაციის და ნიჭის მიხედვით. ხო და თუ ადამიანს აქვს კვალიფიკაცია და ნიჭი, მას არაფერი არ უნდა აფერხებდეს. აი, უნდა არსებობდეს არშეფერხების წესები და არშეფერხების წესები საზოგადოებაში თუ ცუდი საზოგადოება და ნაკლებად არსებობს, იმ საზოგადოებაში ეს რა ვიცი მე რა შეიძლება იყოს რაღაცა მაგალითად კომპანია, რომელიც იტყვის, რომ მე სამსახურში არ ავიყვან ქალს, მარტო კაცები უნდა ავიყვანო სამსახურში, ან ახლა მინდა უბრალოდ წარმოვიდგინო რაღაცა
საზოგადოება, რომელიც ქალს მიზანმიმართულად ჩაგრავს. ან მაგალითად რა თუ ადამიანი აი ახლა რომ მოვიყვანე მაგალითი რომ აი მაგალითად ვიღაცამ თქვა რომ აი მე ჩემს კომპანიაში, ჩემი კერძო კომპანიაა და არ ავიყვან ქალს. ერთის მხრივ ძალიან რთულია ასეთი რაღაცის წარმოდგენა, იმიტომ რომ თუ ადამიანი კერძო კომპანიას აარსებს, მისი მთავარი მიზანი არის რომ გამდიდრდეს და დოვლათი იშოვოს. და როდესაც ადამიანს დოვლათი უნდა რომ იშოვოს, იმაზე კი არ ფიქრობს რომ მისი თანამშრომელი ქალი იქნება თუ კაცი. იმაზე ფიქრობს რომ ეს თანამშრომელი რამდენ დოვლათს მოუტანს. და თუ აღმოჩნდება რომ ქალს უფრო მეტი დოვლათი მოაქვს, არავინ არა გიჟი რომ ქალზე ამის გამო ქალზე უარი მარტო იმიტომ თქვას რომ ქალია და მაგალითად ნაკლები დოვლათის მომტანი კაცები აიყვანოს. წარმოგიდგენიათ ასეთი სიტუაცია? მე ძალიან ნაკლებად წარმომიდგენია. ან კიდე რა შეიძლება ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ახლა ნახეთ. სადაც კერძო საკუთრების საზოგადოება, სადაც არსებობს კერძო საკუთრების აბსოლუტური უფლება. და ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ კერძო საკუთრების აბსოლუტური უფლება იარსებებს. და ის ახალი კონსტიტუცია ისეთია, რომელიც კერძო საკუთრებას ფლის აბსოლუტურ უფლებას და ვერ უნდა შეედაოს სახელმწიფო კერძო საკუთრების მფლობელს თავის მფლობელობაში. ხო და აი თუ მე კერძო საკუთრებას ვფლობ და მე ვიძახი რომ ჩემი კერძო კომპანია უნდა იყოს ისეთი რომ მარტო კაცებისგან შედგება, მეორეს მხრივ მაქვს ამის უფლება. ან მარტო ქალებისგან შედგება, მაქვს ამის უფლება. ეს ხო ჩემი კერძოა. ერთის მხრივ ასე, მეორეს მხრივ ასე, ერთის მხრივ ასე რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია მე რომ მაგალითად გავხსენი კომპანია და იქ მარტო ქალები, იმიტომ რატომღაც გადავწყვიტე რომ მარტო ქალები უნდა ავიყვანო. მე მაგალითად რომ მქონდა ბაღი, იქ მარტო ქალები გვყავდა ჩვენ. არასდროს არ მყოლია დაქირავებული მამაკაცი, მაგრამ იმიტომ რომ მამაკაც თვითონ იშვიათია რომ მოუნდეს ასეთ სამსახურში მუშაობა. არასდროს არ მქონია 10 წლის განმავლობაში თუ რამდენხანია 12 წელი იყო ჩემი ბაღი რომ დაერეკა ვინმე მამაკაც და ეკითხა რომ თუ არა გაქვთ ვაკანსია ხომ არა გაქვთ შემთხვევითო. არ ყოფილა ასეთი რაღაცა. რომ დაერეკა და მე რომ მას ვკითხავდი რომ აი ასეთი და ასეთი ვაკანსია გვაქვს, ვკითხავდი კი არა ვეტყოდი. ამ ვაკანსიას მოყვება აი ასეთი ვალდებულებები და აი ასეთია ანაზღაურება და ის კაცი თუ მეტყოდა რომ კიო თანახმავა რომ ანუ ავიყვანდი არ მექნებოდა პრობლემა იმაზე რომ კაცია, მაგრამ თვითონ არასდროს არ მომხდარა ის რომ კაცი ჩემთან დაერეკა. ამიტომ აი ეს პრობლემა ზოგადად ჩემი აზრით კი არა, ჩემი დარწმუნებით და ჩემი რწმენით გამოგონილია და გამოწოვილია თითიდან. უნდა არსებობდეს თუ არა ის კვოტები და სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი რაღაცნაირი სახელმწიფო სტრუქტურებში. იქაც არ მგონია რომ უნდა არსებობდეს, არ მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ რომ არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ თუ შენ გაქვს უფლება ყველაფერი აკეთო ისე, მიიღო ისეთივე განათლება. იმ განათლებას დაასრულებ მერე მიიღო ისეთივე უფლებები, სადაც გინდა იქ დაიწყო მუშაობა, როგორც გინდა იქ განვითარდე, როგორც გინდა ისე აშენო შენი კარიერა, მაშინ არ უნდა არსებობდეს ისეთი კანონები, რომლებიც შენ რაღაცა წარმატების მიღწევაში სპეციალურად შეგიქმნის რაღაცა განსაკუთრებულ უფლებას. აი მაგალითად ქალებს გვაქვს განსაკუთრებული უფლება დეკრეტი. ესეც უკვე მოიშალა ამ დეკრეტის ამბები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში კაცის ძალიან საქართველოშიც ასეა, კაცსაც შეუძლია დეკრეტში გასვლა. ხო და როდესაც კაცსაც შეუძლია დეკრეტში გასვლა იმისთვის რომ ბავშვს მოუვაროს, მაშინ მით უმეტეს არ უნდა არსებობდეს ქალისთვის რაღაცა სპეციალური
კანონებით დაცული პრივილეგიის მიღების რაღაცა გზა. ახლა ეგრეთ წოდებული და ეს სასწაულად მოჭმული და გადაღეჭილი რაღაცა სექსუალური უმცირესობების ამბები. შენ ხარ ადამიანი და არავის არ აინტერესებს შენ ვისთან გინდა სექსი, ან ვისთან გაქვს სექსი. ხარ ადამიანი და იცხოვრე როგორც გინდა. და ნუ ითხოვ რომ შენნაირები, ჯერ ერთი ნუ ითხოვ რომ რაღაცა შენნაირების კლასტერი შეიქმნას ან არსებობდეს. რატო უნდებათ თუ რატო უჩნდებათ? არა, რატო უნდებათ და რატო უჩნდებათ ვიცი. იმიტომ რომ წარმატებას ვერ აღწევენ და იმაში რომ წარმატებას ვერ აღწევენ, ადანაშაულებენ საზოგადოებას, რომელიც მათ თითქოს და ზღუდავს და მერე ითხოვენ რომ ეს შეზღუდვები რაღაცნაირად თითქოს და თავიდან აირიდონ, ითხოვენ რაღაცა განსაკუთრებულ კანონებს. სექსუალური გემოვნებების მიხედვით ადამიანების დაყოფა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. არ უნდა არსებობდეს. აი აქ ვიკრიბებით ისეთი ქალები, რომლებსაც კაცები გვიყვარს. აი იქ ვიკრიბებით ისეთი ქალები, რომლებსაც ქალები გვიყვარს. აი აქ ვიკრიბებით კიდე ვიღაცა ქალები, რომლებიც ვთვლით რომ ქალები არა ვართ და კაცები ვართ. მაგრამ ჯერ ოპერაცია არ გაგვიკეთებია და სასქესო ორგანოები არ მოგვიჭრია. იქ კიდე ვიკრიბებით ისეთი ქალები, რომლებიც ვიძახით რომ კაცები ვართ, ოღონდ უკვე ოპერაციები გაკეთებული გვაქვს და სასქესოები გადანერგილი გვაქვს. მერე აი აქ კიდე შევიკრიბებით ისეთი ქალები, რომლებიც კაცებად გადავკეთდით, მაგრამ კაცებად რომ გადავკეთდით, სექსი ქალებთან კი არ გვინდა, სექსი მაინც კაცებთან გვინდა. იქ შევიკრიბებით ისეთი ქალები, რომლებიც კაცებად გადავკეთდით და სექსი ახლა ქალებთან გვინდა. აი ეს ყველაფერი ხელოვნურია. შენ უბრალოდ ხარ ადამიანი, ქალი ხარ თუ კაცი ხარ. ხო და სექსი ვისთან გინდა თუ ვისთან არ გინდა, სქესის შეცვლა გინდა თუ არ გინდა, შენი საქმეა და წადი და გინდა გადაიკეთე, გინდა გადმოიკეთე, გინდა მიიჭერი, გინდა მოიჭერი, გინდა მიიკერე და გინდა რაც გინდა. ოღონდ მერე ის ტვირთი რაც შენი იტვირთე, იმ ტვირთით იცხოვრე. იმავე საზოგადოებაში, რომელ საზოგადოებაში შენ ეს ტვირთი იტვირთე, ამ ტვირთით იცხოვრე. და მერე ნუ კი ვიხარ რომ ვაიმე მე ისეთი დაჭაგრული ვარ, არავის არ ვუყვარ ვარ. ეს ტვირთი შენ ხო იტვირთე და ის ვიღაცას უყვარ ხარ თუ არ უყვარ ხარ, ესეც კეთილინებე და იტვირთე. და არ არის საზოგადოება ვალდებული, საერთოდ არ არის საზოგადოება ვალდებული, რომ შენ ამ ხუშტურებს მოერგოს და ამ ხუშტურებზე მორგებული სპეციალური რაღაცა კანონების შეთხზას და მე რომელსაც 1000 წელი არ მაინტერესებს, შენ ქალად ვთვლი თავს, კაცად ვთვლი თავს, ძაღლად გინდა თავი ჩათვალო, კატად თუ ძროხად და იმასთან გინდა დღეს სექსი თუ ამასთან გინდა და მე სხვანაირად მოგინდება, მე ეს ყველაფერი რო საერთოდ არ ვარ ვალდებული რომ ვიცოდე ჯერ ერთი. მე კიდე არ ვარ ვალდებული რომ ამას ყველაფერს ვუყურო, გისმინო, რაღაცა აი ამ იმებში დრამებში და რაღაცეებში კიდე მონაწილეობა მივიღო და კანონების მიხედვით შენ დღეს რომ მეტყვი მე ქალი ვარო, ქალი დაგიძახო, ხვალ რომ მეტყვი, უიმე მე გადავფიქრე დღეს კაცი ვარ და უკვე კაცი დაგიძახო, მე ზეგ რომ მეტყვი და მე ისავარო და ესავარო, მე უცებ უი მართლა ხო და კაი თქო და ისევ დაგიძახო ის რასაც მეტყვი, არა ვარ მე ვალდებული რომ ეს ყველაფერი ვაკეთო. ამიტომ რადგან მემარცხენეობა ამაში მდგომარეობს, ადვილია ჩემი აზრით, რომ არ არსებობდეს ისეთი კანონები, რომლებიც ადამიანებს ჯგუფებად ყოფს. და მე იმ ჯგუფებს
რაღაცა სპეციალურ უფლებებს ან სპეციალურ შეზღუდვებს პირიქით ანიჭებდეს. არც სპეციალურად არავინ არაფერში არ უნდა შეიზღუდოს, არც სპეციალურად არავის არ უნდა მიენიჭოს რაღაცა განსაკუთრებული უფლებები. უნდა იარსებობს მხოლოდ ისეთმა კანონებმა, სადაც ადამიანი ადამიანია და მას აქვს თავისი ინდივიდუალური უფლებები, სრული უფლებები და ინდივიდუალური პასუხისგებლობები, სრული პასუხისგებლობები. ყველანაირი ჯგუფებში გაერთიანების გარეშე. აი ასეთი, ანუ იმაზე მუდმივად ასე ვთქვათ, კონტროლის გაწევა, რომ შემთხვევით არ შემოგვეპაროს ისეთი კანონი, რომელიც ადამიანებს რაღაცა ჯგუფებად ყოფს და ჯგუფებში აერთიანებს და მე იმ ჯგუფებისთვის იმას შვება ან ამას შვება, ანუ ან შეზღუდვას აკეთებს, ან უფლებას. ამის კონტროლი, ჩემი აზრით, საკმაოდ ადვილია და ეს არ არის დიქტატურა. ჩემი აზრით, ეს საერთოდ არანაირად არ არის დიქტატურა. პირიქით. ეს არის ადამიანის მაქსიმალურ თავისუფლებაზე ზრუნვა და უბრალოდ ყველანაირ ადამიანის მაქსიმალურ თავისუფლებაზე ზრუნვა. აი ახლა დამიწერეთ საკმარისია თუ არა ის, რომ მე ჩემი აზრი გამოვხატე და ეს უბრალოდ აზრი არ არის, ჩემი პოლიტიკური პოზიციაც არის. საკმარისია თუ არა ის, რომ მე ვილაპარაკე მხოლოდ, თუ გვინდა რომ ამაზე ყველამ ერთად ვილაპარაკოთ და შევხვდეთ პირდაპირ ეთერში. და კიდე დამიწერეთ რამეში მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით და დამიწერეთ ისეთი თუ რამეში არ მეთანხმებით, მომიყვანეთ ისეთი მაგალითი, სადაც მემარცხენეული კანონი აი ძალიან აუცილებელია. მომიყვანეთ ისეთი მაგალითი, სადაც ადამიანების რაღაც ჯგუფებში დაყოფა და გაერთიანება აი ძალიან აუცილებელია. მე მგონი ასეთი მაგალითი არ არსებობს. მომავალ შეხვედრამდე.